მოგესალმებით, ეს Tech Informe-ია გადაცემა, რომელშიც ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები და წამყვანები გიორგი თოლორდავა და ერეკლე ფოლადიშვილი ვართ. დავიწყოთ. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ახალ აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც უკავშირდება AI ინდუსტრიის რეგულირებას, ასევე უსაფრთხოების სტანდარტების დაწესებას და ზოგადად ამ სფეროს განვითარებას. დოკუმენტი, რომელიც გასაჯაროვდა თეთრი სახლის მიერ, მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს. ერთ-ერთი მათგანი ის არის, რომ AI კომპანიებმა და სტარტაპებმა, როდესაც მოდელების გამოშვებას აპირებენ, პირველ რიგში ამერიკის მთავრობას უნდა წარუდგინონ ეს მოდელები, დაახლოებით 30 დღით ადრე. მთავრობის სპეციალურმა სამსახურმა, რომელიც ძალიან მალე შეიქმნება, უნდა გადაამოწმოს ამ მოდელების შესაბამისობა კანონმდებლობასთან და ასევე ის თუ რამდენად იცავენ ეს მოდელები რეალურად უსაფრთხოების სტანდარტებს. ეს პრინციპში ის კანონია, რასაც უკვე ძალიან დიდი ხანია ინდუსტრიის ექსპერტები და მათ შორის მეცნიერები ითხოვენ, რადგანაც ასე დაურეგულირებლად ადამიანებისათვის მიცემა ასეთი ტექნოლოგიისა არის უბრალოდ დაუშვებელი, რადგანაც ყველა არ არის კარგი აქტორი და ზოგიერთმა ჰაკერმა, ზოგიერთმა თაღლითმა შეიძლება AI გამოიყენოს სხვადასხვა არა, ასე ვთქვათ, ლეგალური მიზნებით. თუ მათ ამისი სურვილი ექნებათ, დღეს ეს შეუძლიათ, მაგრამ ასე წესით ვეღარ იქნება, რადგანაც ახალი მარეგულირებელი ორგანო ამ საკითხს მიხედავს. კიდევ ერთი, ხო, წესი. როგორ მიხედავს ეს სხვა საკითხი, ტექნიკური გამოწვევები, ჯერაც ჰაერშია, თანაც აქ გაუგებარია რეალურად რა, ასე ვთქვათ, შესაძლებლობები ექნება რეალურად ამ მარეგულირებელ ორგანოს, ეს იქნება უბრალოდ ზედამხედველი, რომელიც მხოლოდ ხელს აწევს, თუ იქნება ისეთი მკაცრი, როგორც არის მაგალითად FDA, რომელიც წამლებს ადასტურებს, თუმცა ხანდახან 10 წელიწადი ფიქრობს იქამდე სანამ დაადასტურებს და ინდუსტრია უბრალოდ არის მოლოდინში დიდად არც არაფერი შეუძლიათ. სანამ FDA არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. პრობლემაც რეალურად ეს არის, რომ ეს კანონი, რომელსაც მოაწერა დონალდ ტრამპმა ხელი, რეალურად არის ფაქტობრივად მაქსიმალურად შევიწროებული იმ რეალური შესაძლებლობებისაგან, რაც ამერიკის ხელისუფლებას აქვს და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ანუ იმის მაგივრად, რომ 90 დღე იყოს გამოცდის და შემოწმების პერიოდი, იმის მაგივრად, რომ მას გაცილებით მკაცრად და თუნდაც FDA-ის დონეზე აკონტროლებენ, ეს არის ფაქტობრივად სარეკომენდაციო დანიშნულების. თანაც ეს არის საბჭო, რომელიც მხოლოდ რეალურად ხელს აწარს გაშვებას და დიდად პასუხს არ აგებს იმ შემთხვევაში, თუ რაღაც დაშავდება. FDA-სთან სწორედ ეს არის ერთ-ერთი ძირითადი ამოსავალი წერტილი, მაგალითად FDA-მ თუ დაადასტურა ისეთი წამალი, რომელსაც ჰქონდა რაღაც გვერდითი ეფექტები, იმ FDA-ის დირექტორს რა ფედი ეწევა, ყველამ კარგად იცის, მაგრამ ეს ამ საბჭოში წესით არ იქნება. პრინციპში ეს გასაკვირი არ არის, ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა არის ძალიან ლიბერალური, მარტივად რომ ვთქვა, AI ინდუსტრიის მიმართ. ტრამპი ვიცით, რომ ხარს უჭერს ამ ინდუსტრიას თავიდან ბოლომდე. ასევე ამ კანონპროექტით გათვალისწინებული არის პოტენციურად გრანტების და სუბსიდიების გამოყოფა AI სტანდარტებისთვის, თუმცა აქ დეტალები დიდად არ არის ცნობილი და არც ის გეგონოთ, რომ მაგალითად Google ან Amazon მიიღებენ ამ სტარტაპების გრანტებს, ისინი ამას ვერ მიიღებენ, ეს უფრო მცირე ზომის მოთამაშეებზე იქნება გათვლილი, რაც დიდად მნიშვნელოვანი უკვე აღარ არის, რადგან ყველა AI კომპანია უკვე ტრილიონიანი კომპანია და მათ ჩვენი გრანტები დახმარება და ხარში ამოდგომა არაფერში არ სჭირდებათ. ასევე აქ მნიშვნელოვანია ისიც ითქვას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან მკაცრად განსაზღვრავს ერთ ნიუანსს იმას, რომ ამერიკა AI-ის მიმართულებით უნდა იყოს აუცილებლად პირველი, ამას წყალი არ უნდა გავიდეს არავითარ შემთხვევაში და როგორც ხედავთ, ჩინეთს უკვე ამერიკა ამ მიმართულებით აღიქვამს სერიოზულ რისკად და საფრთხედ, ამიტომაც ტექნოლოგიური ომი და კონკურენცია კიდევ უფრო მეტად გაჩაღდება და არც შენელდება. პრინციპში ეს კანონპროექტი გარკვეულწილად ხას უსვამს და წერტილსაც უსვამს იმ დავას და ფიქრს თუ სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ AI არის რაღაც დროებითი ტრენდი, საპნის ბუშტი, რაღაც წარმავალი მოვლენა, არა. არ არის არც სამწუხაროდ და არც საბედნიეროდ, ყველაფერია ამის გარდა. შეუძლებლად ყველაფერი ის არის, რისიც შეიძლება გვეშინოდეს კიდეც, რადგანაც ეს კანონი სწორედ ამ რისკებზე მიუთითებს და ასევე იმაზეც მიუთითებს, რომ არც ამერიკა და არც ჩინეთი გაჩერებას არ აპირებენ და როდესაც ამხელა გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, მიწოლა და ტენდენცია არსებობს, იქ რაღაცის გაჩერებაზე ფიქრი არის მხოლოდ და მხოლოდ
ფანტასტიკის სფერო უკვე და სხვა მეტი არაფერი, ამიტომაც აღარ გქონდეს იმისი მოლოდინი, რომ AI სადმე წავა, კომპანიები მას თავს დაანებებენ, ამ მთავრობაში ეს დაავიწყდებათ. არა, ეს არ მოხდება. ამას ადასტურებს უკვე ეს ახალი აღმასრულებელი ბრძანებაც. საფონდო ბირჟაზე ენთროპიკიც გამოდის. ძალიან არაგასაკვირი ამბავია, იმიტომ რომ ამ კომპანიისაგან, ამ სტარტაპისაგან, რომელიც ალბათ მთელ მსოფლიოს უკვე კარგად ყავს გაცნობილი, სწორედ იმის დამსახურებით, რომ მისმა ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა ძალიან ბევრი სფერო უკვე ჩამოაქციეს და ძალიან ბევრ სფეროს ემუქრებიან ჩამოქცევით, არ არის გასაკვირი, რომ მასაც დაუდგა თავისი მომენტი NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე გასვლის. მოკლედ ამ მომენტისთვის, რაც ჩვენთვის არის ცნობილი, არის ის, რომ კონფიდენციალური განაცხადი შეტანილია და ახლობით ეს იგივეა, რაც მოხდა SpaceX-ის შემთხვევაში, თითქმის თვენახევრის წინ და ჩვენ რამდენიმე დღეში, ფაქტობრივად მომავალ კვირას უკვე SpaceX-ის საფონდო ბირჟაზე გასვლას ვიხილავთ. შესაბამისად, ეს განაცხადი ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე, დაახლოებით ივლისის ბოლოს მაქსიმუმ, ჩვენ უკვე Anthropic-ს ვიხილავთ NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე, რომლის კაპიტალიზაციაც ყველაზე მცირე იქნება 1 ტრილიონი, რაც სრულიად არ არის გასაკვირი იმ კომპანიისაგან, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ყველა ტექნოლოგიური გიგანტი მსჯელობს, ყველას სჭირდება ბოლო-ბოლო, როცა პენტაგონი, რომელთანაც დაპირისპირებული ხარ, შენს ხელოვნური ინტელექტის მოდელს იყენებს იმისთვის, რომ თავისი უსაფრთხოების მექანიზმები შეამოწმოს და გადააზღვიოს. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ხარ ყველაზე მოწინავე AI მოდელის მფლობელი სტარტაპი და ეს სტარტაპი ძალიან მალე გახდება უკვე კომპანია, რაც ყველაზე კარგია IPO-ზე გასვლასთან დაკავშირებით და ზოგადად საფონდო ბირჟაზე გასვლასთან დაკავშირებით არის ის, რომ როგორც იქნება მოვახერხებთ რეალურად ფინანსური მონაცემების ნახვას ამ სტარტაპის და გავიგებთ როგორი არის მისი მდგომარეობა. ვიცით რომ ის B2B-ზე არის აწყობილი ძირითადად, მაგრამ ის რომ საფონდო ბირჟაზე გავა, მაღალი ალბათობით დამატებით შეუწყობს ხელს, რომ ის უფრო მეტად გახდეს რეგულარული მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი. მოკლედ, ძალიან კარგი ამბავია და ეს არის გაგრძელება იმ ფაქტობრივად ტრილიონიანი სტარტაპების ცვენისა, რომლებსაც წელს NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ვიხილავთ. მეტამ როგორც იქნა გამოუშვა ისეთი ტიპის ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც აქვს კომერციული შინაარსი და აზრი. მეტას AI ავატარებს დიდად არავინ იყენებდა, მაგრამ მეტას ახალ AI ასისტენტს, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს ფაქტობრივად მომხმარებლებთან ურთიერთობის დეპარტამენტები, უდიდესი პოტენციალი აქვს და ეს ინვესტორებსაც გუშინ ძალიან მოეწონათ, მეტას აქციები 4%-ზე მეტით გაიზარდა ამ ამბის გავრცელების ფონზე. მოკლედ, რაზე გვაქვს საუბარი? მეტას ბიზნეს მომხმარებლები, რომლებიც არიან როგორც მცირე ზომის, ასევე კოლოსალური მასშტაბის ბიზნესები ყოველდღიურად კომუნიკაციაში არიან თავიანთ მომხმარებლებთან. იქნება ეს Messenger-ის, იქნება ეს Instagram-ის თუ ან მაგალითად WhatsApp-ის დახმარებით. როგორც წესი, პროცესი არის შემდეგგვარი, ამ საკომუნიკაციო პლატფორმებს, Messenger-ებს, შემდეგ კომპანიები აკავშირებენ სხვა პლატფორმებთან, ძირითადად CRM-ებთან და სწორედ იქიდან ისინი ყოველდღიურად პასუხობენ მომხმარებლების შეკითხვებს, ზოგჯერ ჯაბშნიან სხვადასხვა სერვისებს, მაგალითად კლინიკაში ჩაწერისათვის მე პირადად ყოველთვის Messenger-ს ვიყენებ ოქტომბრივად. ასევე ხშირად მომხმარებლები უსვამენ შეკითხვებს კომპანიებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით, მაგალითად საჩენდება ეს корпуსი და რამდენი იქნება მისი კვადრატული მოცულობა, თუნდაც ასეთი შეკითხვები, აი ამ ყველაფერს როგორც წესი აკეთებდნენ ადამიანები. უბრალოდ მეტას სერვისების გავლით, მაგრამ ეს ეპოქა როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება, რადგანაც მეტამ წარმოადგინა სიახლე და ეს სიახლე რეალურად არის AI აგენტი, რომელიც მეტას პლატფორმებში თავად უპასუხებს ყველა შეკითხვას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ შეკითხვებს უპასუხებს კომპანიის ბრენდის იდენტობისა და ტონის შესაბამისად, ანუ არა ყველას ერთნაირად უპასუხებს, არამედ ისე უპასუხებს, როგორც ამ კომპანიას შეეფერება, მას ექნება ყველა საჭირო ინფორმაციაზე წვდომა, ანუ ის იქნება კომპეტენტური და არ გვიპასუხებს, რომ არ ვიცი და წადი და სხვაგან გაარკვიო, კი ბატონო, და ამავდროულად მას შეიძლება ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად კალენდარში შეხვედრის ჩასმა, ან თუნდაც ვიზიტის დაჯავშნა, ამ პროდუქტზე თუ გვაქვს საუბარი, იმ პროდუქტის ჩვენთვის შეკვეთა და შემდეგ უკვე მაგალითად ინვოისის გადმოგზავნა. ანუ თან ჩატბოტია და თან AI აგენტი გამოდის. ერთდროულად გამოდის, ანუ თან კომუნიკაცია შეუძლია და თან აღასრულებს იმ დავალებას, რასაც ჩვენ მას ძლივს რაღაცა რაც ვიღაცას გამოადგება. ზუსტად ამის ხმა მინდოდა, მეტა აქამდე რაღაც ფანტასტიკის სფეროში იყო და დაუბრუნდა იმ ბიზნესს, რომელიც მას გამოსდის ყველაზე კარგად. მეტას AI ხელსაწყოს ძალიან ბევრი ბიზნესი გამოიყენებს, დარწმუნებული ვარ, რადგანაც ზოგადად მეტაზე არის წარმოდგენილი ლამის ყველა ბიზნესი, არ ვიცი. სოლო ბიზნესებიდან დაწყებული, რომელსაც ერთი ადამიანი აწარმოებს, მეგა კორპორაციებით დამთავრებული
ყველას აქვს მეტასაკომუნიკაციო არხები და ყველას ჭირდება მომხმარებლებთან კომუნიკაცია და ხშირად მომხმარებლებთან კომუნიკაციაში იმდენად დიდი დრო და რესურსები იკარგება, რომ ხანდახან არის საჭირო მთელი call center-ის დაქირავებაც კი ამისათვის გააჩნია, რა თქმა უნდა, ბიზნესის მოცულობას. ასევე ეს პრობლემა წესით მალე მოაგვარებს იმ პრობლემას, რაც უკავშირდება ფასის გაგებას, როდესაც კომპანიები ფასს საჯაროდ არ წერენ და შემდეგ უნდა მივწეროთ და ნახევარი დღე ველოდოთ და ან მეორე დღეს მოვიდეს პასუხი, როდესაც უკვე აღარ გვაინტერესებს ეს პროდუქტი, ეგეც წესით ამითი მოგვარდება და რაც ყველაზე მაგარია, ეს ხელსაწყო სრულად იქნება ინტეგრირებული როგორც CRM-ებთან, ასევე Shopify-ისთან, Zendesk-თან და სხვა პლატფორმებთან, ანუ ინტეგრაციის ნაწილში არის აბსოლუტურად გამართული და რაც ყველაზე მაგარია, ეს ყველაფერი არის ხელმისაწვდომი როგორც საწყისი პაკეტის მქონე მომხმარებლებისთვის, ასევე რა თქმა უნდა, პრემიუმ მომხმარებლებისთვისაც, რომლებიც მეტას უხდიან ფულს თავიანთი სერვისების მიწოდებისათვის. მოკლედ, მეტას აქვს ძალიან კარგი ლოგიკური და მისაღები სიახლე, რომელიც ინვესტორებმაც დადებითად შეაფასეს. Microsoft-ს ჰქონდა თავისი პრეზენტაცია, ვიდრე ველოდებით Apple-ის პრეზენტაციას და Google-ის პრეზენტაცია ვიხილეთ ცოტა ხნის წინ, შუაში თავისი დრო გამონახა Microsoft-ს, რომელმაც წარადგინა თავისი ახალი პროდუქტები, როგორც ციფრული თვალსაზრისით, ისე ფიზიკურად. ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირდაპირ ChatGPT-სთან კონკურენციაში არის ის, რომ Microsoft-მა გამოუშვა საკუთარი განახლებული ხელოვნური ინტელექტის მოდელები, რომლებიც არის ყველა დაფუძნებული AI მოდელზე და აქ ყველაზე მთავარი უპირატესობები არის ის, რომ სურათების დაგენერირება ამ მიერიდან Microsoft-ით შეგვეძლება ერთ-ერთი გენერატორი პირდაპირ ჩაშენდება ჩვენს PowerPoint-ში და რეალურად პრეზენტაციების აწყობაში დაგვეხმარება, აღარ მოგვიწევს სხვა ნებისმიერი აპლიკაციის გამოყენება, ფაქტობრივად ტექსტს მივაწვდით და ის პრეზენტაციისთვის აწყობს სურათებს, ეს ერთი უპირატესობაა, ასევე არის ხმის ტრანსკრიფციის ფუნქცია, რომელიც ცალკე შექმნილი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით იქნება შესაძლებელი მისი ათვისება და ასევე არის AI voice კლონები, ანუ ხმის კლონები, რომლებიც საინტერესო პროდუქტია, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ქართულ ენაზე ის ხელმისაწვდომი ჯერ არ არის 15 ენაზეა და მათ შორის ძალიან ბევრი ისეთი ენა არ ხვდება, რომელიც გვინდა, მაგრამ უპირატესობა რაც აქვს წინა მოდელისგან არის ის, რომ ის უფრო ბუნებრივად მეტყველებს და როცა ქართულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი, იმედია მოვესწრებით იმ დროსაც, როცა AI კლონების განვითარება ქართულადაც იქნება შესაძლებელი. ეს ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, პროგრამული თვალსაზრისით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალიც, ასევე ოპერაციული სისტემაც ვიხილავთ, ფაქტობრივად Project Solara, რომელიც არის Microsoft-ის მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი ამ შემთხვევაში მთლიანად ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე და AI აგენტებზე მორგებული ოპერაციული სისტემის კუთხით, რაც გულისხმობს თამაში. იმის მაგივრად რომ უბრალოდ ოპერაციული სისტემა გამოეშვა Microsoft-ს, გამოუშვა ორი მოწყობილობა. ამ შემთხვევაში Beige, ერთგვარი ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული Beige, რომელიც შეგვიძლია ჩამოვიკიდოთ ან კისერზე, ან დავიკიდოთ უბრალოდ შარვალზე და მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ყველა ის Microsoft-ის აპლიკაცია, რომელიც რეალურად გვჭირდება, ჩაშენებული იქნება მასში, მას ექნება კამერა და ჩვეულებრივად შეგვეძლება მისი გამოყენება პირობითად რომ ავიღოთ მაგალითი თუ საწყობში უნდა შევამოწმოთ უამრავი ყუთი ფაქტობრივად ამ მოწყობილობის დახმარებით ჩვენ მხოლოდ გადავუღებთ ყუთებზე არსებულ სპეციალურ შტრიხ-კოდებს სურათებს და თავისით ჩაალაგებს Excel-ის ფაილში ინფორმაციას ან ნებისმიერ სხვა ფაილში. ეს არის ძალიან საინტერესო გადაწყვეტა და პარალელურად აგერ როგორც ეკრანზე ხედავთ გამოვიდა სპეციალური ესეთი სახლისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელიც MediaTek-თან თანამშრომლობით შეიქმნა და მისი გამოყენება ფაქტობრივად შეგვიძლია ისევაც AI მიმართულებით, AI აგენტების კუთხით Microsoft 365-ის მხარდაჭერა ექნება. მოგეთ, საინტერესო გადაწყვეტებია კუთხით, მაგრამ ისეთი სასწაული რომ ძალიან გახარებოდათ ინვესტორებს არ ყოფილა, იმიტომ რომ 6% დაეცა კომპანიის შეფასება. ეს ერთი მიმართულებაა. ეხლა ფიზიკური აპლიკაციები და მოწყობილობები ვახსენეთ და უნდა გადავერთოთ ძალიან მნიშვნელოვან განცხადებაზე, რაც ვიხილეთ ის, რომ ფაქტობრივად კვანტური კომპიუტერისთვის განკუთვნილი ჩიპები გამოდის. Majorana, რომელიც ნამდვილად არის საინტერესო გადაწყვეტა, იმიტომ რომ როგორც თავად აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ის იქნება გარდამავალი ეტაპი თვითონ კვანტურ
კვანტური კომპიუტერის გამოშვებისა და ზოგადად აი იმ ტექნოლოგიებისა, რომელსაც ახლა ვიყენებთ, იმ ჩიპებისა, რომლებსაც ახლა ვიყენებთ, ის შუალედში იქნება, მას ვერ გამოვიყენებთ ცხადია ისეთი მარტივი საქმეებისთვის, როგორიც არის გეიმინგი, მაგრამ იმ გამოთვლითი საჭიროებისთვის, რაც Microsoft-ს აქვს და ექნება ძალიან ბევრ კომპანიას, ის ხელმისაწვდომი იქნება, რაც ძალიან სწორი გადაწყვეტა და ამ შემთხვევაში იმ კომპანიისაგან, რომლისგანაც ველით, რომ სამომავლოდ თავის კვანტურ კომპიუტერსაც შემოგთავაზებს. მოკლედ რომ შევაჯამოთ Microsoft-ს ჰქონდა საინტერესო პრეზენტაცია, ვერ ვიტყოდით რომ ისეთი იყო, როგორცაც Microsoft-ისაგან ველოდებით, Windows-ი არაფერი არ ყოფილა, გარდა კვანტური ჩიპისა, რომელსაც ასევე ვერავინ ვერ გამოიყენებს და ვინ იყიდის ეს კიდე ცალკე საქმე. 2029 წლამდე კომერციულიც კი არ იქნება რეალურად ეს პროდუქტი, ყიდვასაც შეეხება Microsoft-ის ჩიპების გაყიდვას არაპირებს, უფრო გაქირავების cloud computing service იქნება, თუმცა დღეს ვისჭირდება კვანტური კომპიუტერი იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლა არის, ეგეც გაუგებარია და სწორედ ეს გაურკვევლობაა, რაც დიდად ინვესტორებს არ მოეწონათ. ზოგადად ბოლო პერიოდში Microsoft-მა თითქოს ხელი აუშვა საერთოდ მართვისადავეებს და მიყვება მხოლოდ დინებას, რომელსაც პრინციპში რაღაც Nvidia, Google და სტარტაპები განსაზღვრავენ და თვითონ მხოლოდ არის მგზავრი. აი ეს შეგრძნება ამ შეხვედრაზეც იყო, რადგანაც არც OpenClaw მათი გამოგონილი რეალურად, არც ხელოვნური ინტელექტი მათი გამოგონილი ჩაინტეგრირებს უბრალოდ, არც Nvidia-სთან თანამშრომლობის შედეგად რაღაც RTX Spark-ი ამათი შექმნილი და არც კვანტური კომპიუტერები გამოგონიათ, შესაბამისად Microsoft-ი არის უფრო მეტად რაღაც ბიზნესის წარმოების და უბრალოდ ფულის წერის ბიზნესში, რაც დიდად იმედის მომცემი 5-10 წლიან პერსპექტივაში არ არის, რადგანაც ბაზარზე უკვე ისეთი მოთამაშეები არიან, რომელთაც ერთ დღეში შეუძლიათ რაღაც მთელი ინდუსტრიების დასრულება, ასე დროს, როდესაც ასეთი მოშვებული ხარ და არ ხარ საბრძოლო განწყობაზე, ცოტა არ იყოს და ინვესტორებისათვის არის მიუღებელი. ტექნოლოგიური გიგანტების თემა გავაგრძელოთ, Google-ი ახსენეთ დღეს არაერთხელ და Google-ს ერთი ძალიან უცნაური სიახლე აქვს, მოკლედ კომპანია აპირებს საფონდო ბირჟაზე დამატებითი მოცულობით აქციების გამოშვებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებისაგან უნდათ მეტი კაპიტალის მოზიდვა. ეს სტანდარტული პრაქტიკაა, ზოგადად კომპანიებს არ უჭერთ ხოლმე აქციების დამატებითი მოცულობით გამოშვება და ამითი კაპიტალის აწევა, მაგრამ ის მოცულობა უცნაური, რასაც Google უმიზნებს, საუბარი არის 80 მილიარდ $, რომელიც გუშინ 85-მდე გაზარდეს. კი, რომელიც 85-მდე გაზარდეს და სხვათა შორის ერთ-ერთი თანამონაწილე, ვინც სიხარულით შევიდა ამ გარიგებაში იყო Berkshire Hathaway. Berkshire Hathaway, როდესაც ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში შედის ხოლმე, რა სიგიჟეა და მეორე აი ესეთ გარიგებაში, როდესაც შედის, მოკლედ Buffett-ი წავიდა პენსიაზე და სასწაულები ჩაიდინეს Berkshire-ში, არ ვიცი, დისკობოლი დაკიდეს, მუსიკა ჩართეს და უბერავენ ახლა Google-ში 4.5 ტრილიონიან შეფასებაზე შედიან ინვესტიციით. ეს მხოლოდ ერთ რამეზე მიუთითებს. ხო, არ ახასიათებს, მაგრამ ერთ რამეზე მიუთითებს. როგორც ჩანს Berkshire-ში დათვალეს და მიხვდნენ, რომ ინტერნეტის მომავალი არის ამ კომპანიის და 4.5 ტრილიონი ეღერება ის თუ 37 ტრილიონი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თან 400 მილიარდის ფული უდევთ ესე. არაფერში არ იყენებენ და ვიღაცას რაღაცაში ჩადონ და Google-ზე უკეთესი 10 მილიარდი არ დაუბრუნდა. Google-ზე უკეთესი ფაქტია, რომ ვერ იშოვეს და ვერ იპოვეს, რადგანაც Google-ს აქვს მონოპოლია ინტერნეტზე, მარტივად რომ ვთქვათ, search-ის 90% მოდის Google-ზე და შეიძლება ახლა არგუმენტად ვიღაცა მოიგონოს, რომ AI ჩაანაცვლებსო, AI თავად Google-ის მონაცემებს იყენებს და რა უნდა ჩაანაცვლოს, გაუგებარია ამ შემთხვევაში. აქ ის უნდა ითქვას, თუ რაში სჭირდება Google-ს ეს 80 მილიარდი $, პასუხი არის მარტივი, მათ უნდათ კიდევ მეტი ფულის ჩასხმა AI-ში, რადგანაც ისინი აქ ხედავენ კოლოსალურ პოტენციალს, პრინციპში უკვე ჩანს ეს წინა კვარტალში, ვინც არ იცის, შევახსენებ, რომ Google-ის მოგება გაიზარდა 91%-ით, ასეთი რამ ჩვენ არ გვინახავს საერთოდ ისტორიაში არასოდეს ამ ხელო კომპანიების მხრიდან. შესაბამისად, Google-ში ძალიან კარგი უკუგება აქვს კაპიტალზე და სიხარული დასხამენ იმპულსაც ამ მოგების მისაღებად. ინვესტორები კი, როგორც თქვით, ყიდულობენ ამ აქციებს გამალებული, ასე ვთქვათ, მადით, რადგანაც არის პოტენციალი, არის ინტერესი Google-ის მიმართ და თუ გადახედავთ Wall Street-ის ანალიტიკოსების მოლოდინებს, დღეს Google-ს აქვს 10-იანი ყიდვის რეიტინგი. დიდი ხანია მე 10-იანი ყიდვის რეიტინგი არ მინახავს, საერთოდ რაც იმაზე მიუთითებს, რომ Wall Street-ზე ლამის ყველა ფიქრობს, რომ Google-ს აქვს ძალიან კარგად საქმე და ექნება აუცილებლად მომავალშიც. სომხეთში AI ქარხანა გაიხსნა. 120 მილიონიანი ინვესტიცია წარმატებით განხორციელდა და მოხერხდა, რომ სომხურ კომპანია Elevate AI-ს
Nvidia-სთან პარტნიორობით და მისგან ნდობის მიღებით ჩვენს მეზობელ ქვეყანაში Blackwell-ის, ანუ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი ჩიპების დახმარებით ქარხანა შეექმნა. ამაზე უცნაური სიახლე სამხრეთ კავკასიაში, მით უმეტეს ჩვენ მეზობელ სახელმწიფოში, ალბათ დიდი ხანია ტექნიფორმში არ გვიხსენებია, მაგრამ არათუ დიდი ხანი, არამედ არასოდეს ალბათ არასდროს. ალბათ ეს იქნებოდა რომ Nvidia გეგმავდა ქარხნის გახსნას თავისი ამ შემთხვევაში ჩიპების შესაქმნელად, ესეც მოხდება. ამასაც მალე ვიხილავთ, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენმა მეზობელმა სახელმწიფომ და მისმა ძალიან სწორმა სტრატეგებმა მოახერხეს, რომ მოეზიდათ ტექნოლოგიები სომხეთში და შესაძლებელი გამხდარიყო ის, რომ შექმნილიყო AI ქარხანა, ანუ მონაცემთა ცენტრი მარტივად რომ ვთქვათ, სადაც Nvidia-ს ჩიპებზე დაფუძნებული ბაზა იქნება წარმოდგენილი და სხვადასხვა კომპანიას ექნება შესაძლებლობა, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში პირობითად მონაცემების გაცვლისთვის რომ არ დასჭირდეთ მაგალითად ინფორმაციის გაცვლა, თუნდაც ევროპის ცენტრალური ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან პირდაპირ სომხეთში იქნება ასეთი ბაზა წარმოდგენილი, ეს არის წარმოუდგენელი სიახლე და მხოლოდ დასაწყისი იმისა, რასაც სომხეთი გეგმავს. მით უმეტეს, როცა სომხეთი ძალიან მალე მიიღებს Nvidia-ს ქარხანას. იქ აშენდება Nvidia-ს ქარხანა, ასეთი რამ კი სამხრეთ კავკასიაში კი არა, მე მგონი აღმოსავლეთ ევროპაშიც რთულად წარმოსადგენია რომ მომხდარიყო, თუმცა თავარი ამბავი აქ არის ის, რომ ჩვენი მეზობელი სახელმწიფო ტექნოლოგიურად მიიწევს წინ, ხდება ჰაბი ფაქტობრივად რეგიონში, აქ მოსაკითხი არის ჩვენსად ვართ, თორემ სომხეთი ახლა იწყებს და ძალიან მალე კიდევაც შორს წავა. Bitcoin-ის უმსხვილესმა ფონდმა, strategy-მ, რომელსაც ხელმძღვანელობს აი ეს ადამიანი, Michael Saylor-ი, მიიღო თავისი არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება და წინა კვირას გარკვეული მოცულობის Bitcoin-ი გაყიდა. დიდ მოცულობაზე არა გვაქვს საუბარი, სულ 32 Bitcoin-ზე გვაქვს საუბარი, რაც არაფერია ამ კომპანიისათვის და ამ არაფრით მან მიიღო $2.5 მილიონი, რაც დიდად არაფერს ნიშნავს, რადგანაც კომპანიის რეზერვში ამჟამად არის 854,000 Bitcoin-ი. ამაზე მეტი Bitcoin-ი არც არავის აქვს დედამიწაზე, მაგრამ იმ 32 Bitcoin-ის გაყიდვამ ბაზარზე გამოიწვია სრული პანიკა. Bitcoin-ის ფასი დაეცა ლამის 17%-ით და strategy-ის აქციებიც ჩახვა მას იქ საითაც წავიდა Bitcoin-ი. მიზეზი არის ძალიან მარტივი. Michael Saylor-ი მთელი თავისი ცხოვრება, რაც გვახსოვს ტელეეკრანებიდან თუ smartphone-ების ეკრანებიდან, იძახის, რომ ის Bitcoin-ს არასოდეს არ გაყიდის და მხოლოდ აიღებს მეტ ვალს, რათა იყიდოს მეტი Bitcoin-ი, თუმცა ვალის მომსახურებას აქვს თავისი კონკრეტული წესები. კერძოდ, როდესაც ასეთი ტიპის კომპანია უშვებს ობლიგაციების ვადის ამოწურვის შემდეგ ობლიგაციები უნდა იქნეს გადაფარული. ასე კეთდება ეს ბიზნესი და როგორც ჩანს, წინა თვის ბოლოს მათ უბრალოდ ქეში არ ჰქონდათ ობლიგაციის დასაფარად და მოუწიათ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ Bitcoin-ის გაყიდვა ბაზარზე, რათა მიეღოთ თანხა და გაესტუმრებინათ ის ობლიგატორები, რომლებმაც მათ ასე ვთქვათ, თანხა ასესხეს თავის დროზე. ეს ჩვეულებრივი ფონდისთვის საერთოდ ნიუსიც კი არ იქნებოდა, ნებისმიერი საინვესტიციო ფონდი დედამიწაზე, რომელიც არსებობს, ამას აკეთებს დღეში 50-ჯერ და არაფერს ეს არ ნიშნავს, მაგრამ რადგანაც ეს არის strategy, რადგანაც ეს არის Saylor-ი და რადგანაც ეს არის Bitcoin-ი, მან გამოიწვია ბაზარზე უკიდურესად ნეგატიური გავლენა, რადგანაც ყველანი რაღაცნაირად ისე თითქოს რელიგიურად უყურებდნენ ამ საკითხს, როგორ შეიძლება Saylor-მა გაყიდოს Bitcoin-ი, მაგრამ როგორ ჩანს გრავიტაციის კანონი Saylor-საც ეხება და როდესაც გიწევს ობლიგაციების გასტუმრება, კიდე არ გინდა უნდა გაყიდო აქტივები, ასეთი არის მოცემულობა. მიუხედავად ამისა, აქ საშიში და რაღაც არმაგედონული არაფერი არ არის. Saylor-ი ამბობს, რომ ისინი აპირებენ საქმიანობის გაგრძელებას და მეტი Bitcoin-ის ყიდვას მომავალში შეიძლება ამ კვირასვე იყიდონ, გამორიცხული ესეც არ არის, მაგრამ ერთი ის დებულება უბრალოდ დაირღვა, რომ strategy არასოდეს გაყიდი და Bitcoin-ს, ამან კი ბაზარზე გარკვეულწილად ნდობა შეარყია strategy-ის მიმართ, შეიძლება უკვე მართლაც გამოვიდეს ერთ დღეს და თქვას, რომ 100,000 Bitcoin-ი გავყიდეთ და უკვე ესეც აღარ იქნება. ხო, რა მოხდება გასაგები, ალბათ ვერც გაყიდიან ამ მოცულობის Bitcoin-ს, ესე ხისიარად ნახავენ უბრალოდ ტრეიდერები და გასაგები იქნება 100,000 Bitcoin-ი საფულეში არავის არ უდებს ამან გარდა. შესაბამისად, ყველაზე ცოდინება რაც ხდება და ფასი იმდენად დაეცემა, რომ ვერც გაყიდიან, მაგრამ მოცემულობა დღეს არის ესეთი ძალიან ნეგატიური განწყობაა ბაზარზე და ამ ნეგატიური განწყობის თავში და ბოლოში დგას აი ეს ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ უმადლოდეთ როგორც Bitcoin-ის ფასის გაზრდას, ასევე Bitcoin-ის ფასის ვარდნასაც.
აი ესეთი იყო დღევანდელი ტექინფორმ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ უახლეს ამბებ ჩვენ მომდევნო გადაცემებშიც. კარგად. მომავალ შეხვედრამდე.